არ არის ადვილი შეინარჩუნო პოზიტივი, როცა ამდენი უარყოფითი და ნეგატიურია გარშემო. მაგრამ მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ სრული კონტროლი გვაქვს იმაზე, თუ რისი გვჯერა და რა აზრების მატარებლები ვიქნებით. შესაბამისად, ნებისმიერ დროს გვაქვს გავლენა ჩვენს ვიბრაციებზე. თავისუფლად შეგვიძლია თავის დაცვა უარყოფითი ენერგიებისგან, უბრალო, მაგრამ ძლიერი აზრების გარემოცვით. გახსოვდეთ, ის, რაც ჩვენს ვიბრაციებზე უფრო დაბალ სიხშირეზე ვიბრირებს, ვერასოდეს მოგვერება და უარყოფითი, ნეგატივი ყოველთვის დაბალ სიხშირეზეა. ყველაზე მაღალ ვიბრაციებზე მყოფი აზრებია სიყვარული, მადლიერება და მიტევება. ჩვენი ცხოვრებისეული სირთულეები დიდწილად გამოწვეულია აზრების არევდარებით და ჩვენი ნამდვილი ინტერესების არცოდნით. ჩვენ წინაშე დგას სერიოზული ამოცანა, გავხსნათ ბუნების კანონები, რომელთა შესაბამისობაში საკუთარი თავი უნდა მოვიყვანოთ. შესაბამისად, ნათელი აზროვნება და სულიერი გამჭრიახობა ჩვენთვის ფასდაუდებელი სიკეთეებია. რაც უფრო მძაფრია ჩვენი გრძნობები, რაც უფრო გამჭრიახია განსჯები, რაც უფრო დახვეწილია გემოვნება, რაც უფრო სუფთაა ზნე-ჩვეულებები. რაც უფრო გამოწრთობილია გონება, რაც უფრო ამაღლებულია მისწრაფებები, მით უფრო მეტად გვაჯიდოვებს ცხოვრება. აზრი არის ენერგია. ქმედითი აზრი არის აქტიური ენერგია. კონცენტრირებული აზრი არის კონცენტრირებული ენერგია. გარკვეულ მიზანზე კონცენტრირებული აზრი ძალად იქცევა. ამ ძალას იყენებენ ისინი, ვისაც არ სჯერათ სიღარიბის, სათნოებისა და თვითგანრიდების სილამაზის. ისინი ამ ღირებულებებს აღიქვამენ როგორც სუსტების ნუგეშს. გონების მუშაობა წარმოდგენილია საქმიანობის ორი პარალელური სახით, რომელთაგან ერთი ცნობიერია, მეორე კი ქვეცნობიერი. ქვეცნობიერის ლოგიკური პროცესებისთვის დამახასიათებელია გარკვეულობა და სისწორე. ჩვენი გონება ისეა მოწყობილი, რომ მასში ჩადებულია შემეცნების უმნიშვნელოვანესი საფუძვლები. ქვეცნობიერი გონება კეთილმოსურნე უცნობის მსგავსად მუშაობს და ზრუნავს ჩვენს კეთილდღეობაზე. ხელში გვაძლევს მხოლოდ მწიფე ნაყოფებს. აზრობრივი პროცესების საბოლოო ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქვეცნობიერება უმნიშვნელოვანესი მენტალური მოვლენების თეატრია. სიმსუბუქე და ოსტატობა მთლიანად დამოკიდებულია ცნობიერისგან ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხზე. ოსტატობა პიანინოზე დაკვრაში, ციგურებზე სრიალში, მანქანაზე ბეჭდვაში, საერთოდ ნებისმიერ პროფესიაში, რომელიც კვალიფიციურ შრომას მოითხოვს, დამოკიდებულია ქვეცნობიერი გონების საქმიანობაზე. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.